პირველი მოსავალია და აი ესეთ შესანიშნავი სურათი. როგორ მიაღწიეთ ამას რისი დამსახურება? მე არის 7-დან 10 კილომდე ისხავს მაქსიმუმს. აგრონომმა გითხრა რომ კიტრი და პომიდორი მხოლოდ სალატში გრძნობენ ერთად თავს კარგად. თქვენთან რა ხდება? სათბურში სულ ცოტა 1 ტონა ნახევარი პომიდორი უნდა დაიკრიფოს. ამ მოსავალს რაც დარჩენილი არის ეხლა რო გადარჩეს. იმედს მაძლევს კიტრი რომელიც ყოჩაღად ქარს ხმიარობით გამოირჩევა. ხო და დიდად რისკიანი ახალგაზრდა ფერმერი ხართ, როგორც ვატყობ და რაც ყველაზე მაგარია წარმატებული თან. არა და ჩვეულებრივად ყოჩაღად არის და არც იწამლება ისეთი მაგარი ღვინო გამოდის. ადრე რომ კომუნისტების დროს იდგებოდა ესე იგი თუთუნი და აწარმოებდნენ ჩვენთან იყო ღვინო, ცოლიკაურის ღვინო მიდიოდა მარაგდებოდა შეხე. ეზობლიდან გვყავს წყალი, რომელიც მოგცა რომ ისარგებლეთ, მაგრამ მასაც დიდად არ აქვს, მაგრამ თლა ისე დარჩენას. რაჯობია შენს ნაკვეთში რომ გამოხედავ შენს ნაში რომ ნამოღვაწარ. ჩვენ ხშირად საუბრობთ იმაზე, რომ სოფლის მეურნეობა მხოლოდ გამოცდილების საქმე არ არის, ეს არის მონდომება და სწორი გათვლა. აქ ამ სოფელში დაბაძველში ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა საკუთარ თავზე აიღო უდიდესი პასუხისმგებლობა და რთული კლიმატური პირობების მიუხედავად პირველივე წელს შეძლო სათბურის სრულყოფილა დამუშავება. როგორ გადადგა პირველი ნაბიჯები, რა შეცდომები დაუშვა საწყის ეტაპზე და რა შეგრძნებაა, როცა შენი ხელით დათესილ პირველ მოსავალს იღებ. ამას ზაზა თავად მოგვიყვება. დარჩით ჩვენთან ერთად. ზაზა როგორ ხართ ამ ცხელი ზაფხულის პირობებში? ცხელს ვერ დავარქნეთ, იმიტომ რომ ცხელს გაზაფხულიდან გამომდინარე ამინდები ისეთი გვაქვს, რომ არასტაბილური და მოსავლისათვის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ საერთოდ კიტრი, პომიდორი იქნება საერთოდ არ უყვარს ხშირი წვიმები. რაც უფრო ზიანი არის, სოფლის მეურნეობისთვის უკეთესი არის. ყოველ შემთხვევისთვის თქვენთან ზიანამინჩის სუნთქვა შეიძლება ხალხისგან განსხვავებით. კი, ჩვენი სოფლის გამოირჩევა ფიჭუნარი არის. გაზაფხულის პირობებში, როცა არის საშუალებები, კარგი ამინდებია, ჩვეულებრივად დამტვერო არის, როგორც სულამში და ურეკში არის. ანალოგიური ისეთი პირობებიც გვაქვს. კი, დაბაძველში ვიმყოფებით, შუახევში. კი. ახალგაზრდა ფერმერთან, რომლისთვისაც წლევანდელი წელი არის ყველაზე მნიშვნელოვანი მის საქმეში, იმიტომ რომ სადებიუტო წელია. წელს პირველად სცადეთ ბედი. ჩვენ სოფელ დაბაძველში საოჯახო სასტუმრო გვაქვს დაბაძველი, რომელიც ზამთრის პირობებშიც გვყავდა დამსვენებელი და ადგილობრივად აქ არ არის ისეთი სათბურები, რომელიც რომ ვიყიდოთ და მოვიტანოთ ნატურალური და ექსპორტზე მოყვანილი პროდუქტი რომ არ შემოვიტანოთ და დავაკმაყოფილოთ დამსვენებელი და მადლიერი რო გყავდეს და აქედან გამიშთა სრული რომ გაგვეკეთებინა მცირე სათბური რომელიც საწყისი იქნებოდა ჩვენი კარგი მაგალითი ჩემთვისაც და თელი სოფლისთვისაც ახალგაზრდების ბიზნესის რომელიც დაინტერესდებიან და მოვლენ და გააკეთებენ მომავალი ბიზნეს და ნახოთ პირველი მოსავალი სათბურში გქონდა კინძი, მაკიდო და ოკრუპი რომელიც მოვიყვანეთ ესე იგი მარტის ბოლომდე და მარტიდან დაუგეთ კიტრი, პომიდორი და გვაქვს უხვი მოსავალი, ასევე ჩემი ენერგიებია გამოყვანილი აგერ კიტრი, პომიდორის, რომელიც უკვე მსხმიარობაში არის რა. მე თვითონ გამომყავს ჩითილები და ვაწარმოებ. დიდი რისკია ამ რეგიონში, აქ შუახევში სასათბურე მეურნეობის მოწყობა. რთული მოსავლელია რთულ კლიმატურ პირობებში. და ირგვლივ თუ აქვს თქვენ სოფელში ვინმე საქმე? ჩვენ სოფელში არავის არ აქვს პირველი არის თითქმის ერთ აქვს ხოლოდ ჭვანაში თუ არ ვცდები 200 კვადრატიანი, იმას აქვს ხოლოდ ვარძი აქვს გაკეთებული და ვარდს აწარმოებს ყვავილებს. და ეს არის პირველი რომელიც შუახევში რომელიც მე მაქვს 200 კვადრატიანი და მომყავს ასევე ბოსტნეული, ასევე კიტრი და პომიდორის. ეს თანადაფინანსებით შეიძინეთ თუ? კი, თანადაფინანსებით შევიდა შუხევის მუნიციპალიტეტიდან ქალთა ასოციაცია ბიზნესის გაძლიერებისათვის რა და ჩემმა მიიღო მონაწილეობა და დიდი სტიმული მოგცა აი აქ შედეგო. მომავალში საშუალებას გვაქვს, რომელიც გავაფართოებთ და წინ
ჩვენი დამსვენებლებსაც სხვათა შორის ყოფილი იყვნენ. ზამთრის პერიოდშიც რამოდენიმეჯერ მივიღევით რა, როცა თვითონ მოვიდნენ და კრიფეს, მათი მოსავალი მიიღეს. მაქსიმუმი არის ეს ჩვენი რაც მოვდივართ და ვისვენეთ ადგილობრივად. მაგარია. აი სტუმარია ასეთ ადგილას, ასეთ ბუნებაში, როცა სტუმრობთ და ისვენებს, ბუნებრივია მას ჭირდება ორგანული, სუფთა, ჯანსაღი პროდუქცია. და ამის შესაძლებლობას როცა აძლევს მასპინძელი სტუმარს, ეს ნამდვილად ღირსეულად გაწეული შრომაა და დასაფასებელია. სიმინდიც გაქვთ. კი, სიმინდიც ეს ჩვენ ოჯახი ვეწეს, რომელიც 2500 მეტრო არის ეს ჩვენი ნაკვეთი, რომელიც ვანაწილეთ ეტაპობრივად ყველაფერსაც ოჯახისთვისა და დამსვენებლისთვის იყოს მოთხოვნა. მოკლედ, როგორც ხარ, ღია გრუნტშიც გაქვთ. კი. და სათქურშიც. კი, ბატონო, ეს თვითონ ჩემი გამოყვანილია ეს ჩითილები. ეს ქედის პომიდორს ვეძახით ის. ქედის პომიდორი მიყვარს. თელი პომიდორი რო არის, აქ ჩვენ კუთხეში რგავს ხოთა შორის. კარგად ქედის პომიდორის პოვნა არ არის მარტივი ამბავი სამწუხაროდ. უკვე იმაცე რა ქვია, რომელიც მარტივი არის პომიდორის ჯიშები, ჰიბრიდული ჯიშებს. იშვიათად მოიპოვება უკვე ასეთი. ეს არის შუშა კიტრი. კეთილი იყოს ჩვენი ფეხი თქვენს სათბურში. არაჩვეულებრივ მსხმოიარე მდგომარეობაშია. კიტრიც და პომიდორიც, რაც განსაკუთრებულად მახარებს და ცოტათი მაკვირვებს კიდეც. პირველი წელია, ექსპერიმენტული წელი შეიძლება ითქვას, პირველი მოსავალია და აი ესეთ შესანიშნავი სურათი. როგორ მიაღწიეთ ამას, რისი დამსახურება? რა თქმა უნდა, პირველი დამსახურება ისა, რომ პირველ რიგში მონდომება, რომელიც მაქსიმუმ შედეგზე მიგვიყვანს რა. გამოცდილება ის არის, რომ ღია გრუნტზე ჩვეულებრივი პატარა სათბურები ჰქონდა, გამოყავდა ჩითილები და წვეთოვანს უკეთებდით, რომელიც კარგ შედეგზე გავყავდით წვეთოვანს. და სურვილიდან გამომდინარე, მეგრან შევიძინეთ, გავაკეთეთ სათბური და დაუგევით პირველი შუშა კიტრი და მანუსა პომიდორი, რომელიც დიდ შედეგზე გავედით, რომელიც ცოტა შორის წლევანდელი წლიდან ჩემი გამოსება პატარა დაბრკოლება შეუქმნით, მაგრამ მომავალში ასე სისტემას აღარ დაუშვებთ. და რა შეცდომები, იმიტომ რომ ბევრი ფერმერი ვინც გვიყურებს იქნებ გაითვალისწინოს. იმიტომ რომ წვეთოვანით ცოტა რაოდენობით მეტი წყალი მივეცი და განიავების სისტემაც ნაკლები ქონდა. ვფიქრობდი რომ ზამთრის პერიოდში გათბობა დიდად არ ქონდა. შეშაზე მქონდა, რაღამის პერიოდში მიჭირდა, იმიტომ ტემპერატურა -5-მდე ჩამოდიოდა და მაქსიმალურად შეფუთული მქონდა, რომ ტემპერატურა შემენარჩუნებია რა და ჩვეულებრივად უნდა იყოს გახსნილი რამოდენიმე საათი მაინც, რომ განიავდეს. და მიიღო შეანგბადი მცენარე. რაც დააკლდა თემიდან გამომდინარე და ზედმეტი წყალიც. ღია გრუნტთან შედარებით, ეს შედარება რო გავაკეთოთ, რამდენად განსხვავებულია სათბურის სპეციფიკა და ფერმერისთვის რომელი უფრო შედარებით მარტივია? შედარებით, რა თქმა უნდა, სათბური კარგია, უკეთესია და ორმაგ მოსავალს იძლევა სათბური, იმიტომ გარეთ დაცული არის, რომ სიტყვისგან არის დაცული, რომ სიტყვა არ იყოს, ზედმეტი ქორისგან, რომელიც მცენარეს აზიანებს და ზედმეტი სიცხე სიცივეც ნაწილობრივ და აქ თვითონ შეგვიძლია რომ ვაკონტროლოთ ტემპერატურას, ვენტილატორის და სითბოს, რომელიც მომავალში უკვე ეტაპობრივად განავითარებთ მაგ თემასაც. გაქვთ ერთი ჯიში მხოლოდ? კი ბატონო. პომიდორის. კი ბატონო, ეს გვაქვს მანუსა, რომელიც შევიძინეთ ჩითილები ჩამოვიტანეთ მარნეულიდან. ასევე კიტრი, შუშა კიტრიც და ასევე ჩემი გამოყვანილი არის სოფელში. ჯიშის ერთი გვაქვს ქედის პომიდორს ვეძახის ჩვენ და ჩვეულებრივი სოფლის კიტრი, რომელიც მე თვითონ დავრგები, გამოვიყვანე ჩითილები და ვაწარმოებთ ქარე გრუნტზე. მაგრამ როგორც სათბურში მსხმიარობა აქვს, შედეგი კი ჩანს, რომ ის ქარე ნაკვეთზე არ არის. აგვიანებს. მოსავალს. რატომ მანდა მაინც ამ ჯიშებზე შეაჩერეთ არჩევანი და თქვენს პრაქტიკაში რა შედეგი მოიტანა, რას ურჩევთ სხვა ფერმერებს, ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, რომელი ჯიში შეარჩიოს? იმიტომ ძალიან მარტივი მომოვალს, ხმიარობითაც კარგია გამოირჩევა და ამტანობითაც ძლიერია, რომელიც ხმიარობა აქვს, მე არ ვიცი 7-დან 10 კილომდე ისხავს მაქსიმუმს. ერთი ძირი. რომელიც ჩვენ ჯიშებთან შედარებით 4-დან 5 კილომდე ისხამდეს მიახლოებით ჩვენი ჯიშის ორჯერ მეტი.
და უკეთესი. და შუშა კიტრი ხო ზათი მოულეულად დასხი არის, თავარია საშუალება კონდეს. მიდის და მიდის. შეისხას ფრთები და დანარჩენი უპრობლემოდ. სახეზე კი არის, რომელიც ერთი ცრუ ყვავილი არ აქვს, რომელიც ჩვენ ჯიშის პომიდორებს აი ნახეთ. კი ბატონო. ხელაა და რა კარგად გამოიყურება. ეს მით უმეტეს კიდევ დილას დაუკრიფე წავიღე ბაზარში და მე თქვენ მოსვლამდე გავსინჯე და ძალიან მომეწონა. ძალიანაც კარგი. გემრიელესია. ეს სათბური რა კვადრატულობის არის? რამდენი ძირი გაქვთ პომიდორი, რამდენი გაქვთ კიტრი? კი ბატონო, ეს სათბური არის 200 კვადრატია, 25 რვაზე არის, სიმაღლე არის 3 მეტრო და 40. კიტრი არის 130 ძირი, პომიდორი არის 300 ძირი, რომელიც მე ვფიქრობ ცოტა გადაჭარბებულიც მაქვს დიდი რაოდენობით აქ შეიძლება კიდევ დაშორება რა ეს მომავალში გავითვალისწინებ ამასაც რომ ცოტა შიშორე დავიჭირო და უფრო ნაყოფიერება და განიავებაც კარგი იყოს. ზაზა ერთმა ჩვენთვის ძალიან საყვარელმა და პროფესიონალმა აგრონომმა გვითხრა რომ კიტრი და პომიდორი მხოლოდ სალატში გრძნობენ ერთად თავს კარგად. თქვენთან რა ხდება? კი ბატონო, მართლაც მასი არის ეს მდგომარეობიდან გამომდინარე, მეტი გზა არ მქონდა რა. საომავლოდ გეგმა. მითხარით რომ მანამდე მწვანილები გქონდათ აქ, ხო? როგორ ხდება ეს კულტურათა მონაცვლეობა? მაგალითად, ზამთრის პერიოდში ახლა ეს დავდგით ნოემბერში და ნოემბრიდან როცა სასუქი შემოვიტანე ყავს პირველ დღე, შემოვიტანა შემოდგომაზე, გვიან შემოდგომაზე, ნოემბრის ბოლოს დავრგეთ, ესე იგი 2 თვე ნახევარზე კინძი მაგიდო დაუგრობის მოსავალი მივიღეთ სრულად. სრულად მივიღეთ და შემდგომ ეტაპზე დავრგეთ კიტრი და პომიდორი. და ამის შემდგომაც სექტემბრისკენ უკვე ვგეგმავთ ზამთრისთვის კიტრი პომიდორის დარგვას, იმიტომ ზამთრის პერიოდში უფრო მოთხოვნადია. ფასიც მაღალია. კი, ფასიც მაღალი არის და განსვენებლისათვის ადგილობრივ ბაზრობისთვისაც კარგია მოსახლეობისთვის, იმიტომ მე აღარ კიდროს ექსპორტირებულ პროდუქტს. გასაღების ბაზარი თქვენი სად არის? მაგალითად ადგილზე სოფლის მოსახლეობა, რაიონი და დამსვენებელი საოჯახო სასტუმროს. ზაზა დაავადებები არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ფერმერებისთვის. კი ბატონო. მით უმეტეს ბოსტნეულ კულტურებთან. და როგორ უმკლავდებით თან ისე რომ ეს საოცარ ადგილას ეს სისუფთავე და სიჯანსაღე პროდუქტის დაიცვათ. კი ბატონო, დაავადება რომელიც მე რო შევამჩნი ქონდა ფოთოლის პირველად შიშავეს იწყებდა ფოთოლი, რომელიც შემდგომ ღეროს აფუჭებდა. ღეროდან გამომდინარე, რომ აღარ წაიღო ვეცადე ინფოთლების გამორთმა და შემდგომ ზემოდან გადაჭრა, რაც ნაყოფი და მცენარე არის, ის შემენარჩუნებია და ის მოსავალი მე ხო და ნახო თუ გადარჩა, მას შეუძლია რომ გამოიღოს დამხმარე იშხენ და ჩვეულებრივად ახალად ეს მიღებული პრაქტიკა ამ დაავადების შემთხვევაში გადაჭრა. კი ბატონო, მე როგორც აგრონომებს კითხე გამოსილ აგრონომებს სხვა გზა არ მოიძებნებოდა არავითარ შემთხვევაში. ფიქრობთ რომ მომავალ წელს იგივე პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდებით? ეგვითარება აქსიმოს ვიზამ ალბათ, იმიტომ რომ ყურადღება უნდა ძალიან დიდი. და მცენარესთან ახლოს ყოფნა, იმიტომ რომ ყურადღებას ახლაც არ აკლებთ მე როგორც ხედავ, იმიტომ რომ შესანიშნავი მოსავალი გაქვთ, თუმცა რაღაც საწყის ეტაპზე არასწორმა გათვლებმა გამოიწვია ეს პრობლემები, რაც გაქვთ. შეწამლა როგორ ხდება აი ამ პრობლემების დამუშავება, როგორ ხდება და რამდენად ორგანულია ეს ყველაფერი? შეწამლა იშვიათად სათბურში რომ საჭიროებდეს, ეხლა ეს სათბურიდან გამომდინარე, ეხლა დაავადება რო გაუჩნდა, იქიდან შევწავლე, ბორდოთი შევწავლე. ყველაზე მეტად პომიდორი საჭიროებს კალიუმს, რომელიც ბუნებიდან და ისე ვერ ღებულობს, რომელიც ჩაკეტილი სივრცეა, წვეთოვნით ვაძლევთ პომიდორს. დიდი რაოდენობით არა, ალბათ 1-2 მაქსიმუმი, რომ პომიდორი მისი რაც ნაკლებობა აქვს, ის მიიღოს. ვენტილაციაც გაქვთ, ანუ სათბური არის თანამედროვე, სულად აღჭურვილი. კი ბატონო, ნამდვილად. ირგვლივ გახსნილი ფერდებიც კიდეებიც გაქვთ, საიდანაც ჰაერი მოძრაობს. ამ თემიდან გამომდინარე, ბადეც გავაკეთეთ, რომელიც რომ ზედმეტ სიცხეს არ უშევს სათბურს და ნაყოფიერს ხდის. ნახოთ ამ მომავალში, რომელიც ახლა როცა გადაიჭრა მცენარე, ეს შეეძლო მზეს ჩვეულებრივად დაეწვა. რომელიც რა მოსავალიც არის, შეიძლება ეს მოსავალიც ვეღარ მიიღო. 2-3 დღეზე გააფუჭებდა ჩვეულებრივად, რომელიც უკვე მწიფობაშია წასული.
წელს დაახლოებით რა მოსავალს ველოდებით ამ სათბურში? სათბურში სულ ცოტა 1 ტონა ნახევარი პომიდორი უნდა დაიკრიფოს. ამ მოსავალს, რაც დარჩენილი არის, ეხლა რო გადარჩეს, ჩვეულებრივად ტონა ნახევარი დაიკრიფება, იმიტომ რომ გამოთვლიდან გამომდინარე, ასე უნდა იყოს. კი ბატონო, და ახალი სამუშაო პროცესი როდის იწყება სათბურში? როცა ამ სეზონს ჩახურავთ? სექტემბრის ბოლოდან. სექტემბერში რა თქმა უნდა ეს გაწმენდითი გავიტანთ აქ რაც ზედმეტი არის, რომელიც მოსავალი მიღებული გვაქვს. ხელახლა შემოვიტანთ სასუქს, დავაკულტივატორებთ და დავრგავთ კედრს და პომიდორს ისე. რომელიც მომავალში კარგი იქნება. წელს საკუთარ თავს მე როგორც უყურებ, ძალიან კრიტიკულად აფასებთ, ხო? კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გამოცდილობიდან და გამოცდილებიდან მე ვფიქრობ, მაინც დიდი შეცდომა დაუშვი, მაგრამ ალბათ გამოვასწორებ. მე არ ვიცი ეს თუ დაგამშვიდებთ, ჩვენი გამოცდილი ფერმერები, რასაც გვეუბნებიან, ნეტა ბევრი შეცდომა თავიდანვე დამეშვაო და არა შუა პროცესში, როცა უკვე საათივით გაქვს თითქოს საქმე აწყობილი. აწყობილი და ფუჭდება, კი. ჯობია თავიდანვე რაღაც პატარ-პატარა შეცდომებით ისწავლო და შემდეგ უფრო ეტაპობრივად უკეთესი შედეგი მიიღო. კი ბატონო, იმედს მაძლევს კიტრი, რომელიც ყოჩაღად გარს ხმიარობით გამოირჩევა. თქვენი საყვარელი კულტურა როგორც ხდები, ხო? ძალიან კარგი მოსავლით. და კიტრი უფრო მარტივია, ბუნებრივია, ვიდრე კი, კიტრი ძალიან მარტივი მოსავლია. თავარია წყლის თემა ვღონთ, განიავება უყვარს კიტს და სიცხე არ უყვარს ძალიან. მაგისგან დაცული არის, იმიტომ რომ ბადემავს გაკეთებული, რომელიც ზედმეტი სიცხე არ აქვს. შეგვიძლია უკვე გადავინაცვლოთ იქით და ადგილზე მოგიყვებით, რას შვება ეს საოცარი ბიჭი კიდევ ამ ულამაზეს სოფელში. შემიგროვეს თქვენმა ბაშკაცებმა. მათი წვლილიც დიდია, როგორც ვიცი, ვარდების. ნამდვილად კი გაზრდაში. შრომობენ, გვიყურებენ. სასწაულია ეს ადგილი, როგორ არ ვიცოდი, რომ აქ მოვდიოდით. ხოლო სათბურავს ველოდებოდი და კი ბატონო. ბრწყინვალე ვენახი დაგვახვედრეთ. ძალიან რთულია ამ ადგილას ვენახის ქონაც და მოვლაც. კი ბატონო. ხო და დიდად რისკიანი ახალგაზრდა ფერმერი ხართ, როგორც ვატყობ და რაც ყველაზე მაგარია წარმატებული თან. აი, ხართ მადლობა. ესე იგი 2020 წელს ჩაუყარეთ, რომელიც ასე ვიტყვი, რომ ჩვენი სოფელი წაღანაც აღნიშნე არის მზიანი ადგილი, რომელიც ამომავალი მზე ჩასვლამდე დღის განმავლობაში 5-მდეც არის მზერა. კომუნისტების დროიდან იყო დარგული აქ ვაზი ჩაყრილი. ძველი ვენახი და რომელიც უკვე მოსავლიანობა აღარ ქონდა, ოჯახის ერთობლიობით ავჭარეთის ვენახი და ისევ ცოლიკაური დავუგებთ, რომელიც შეუმატეთ ჩხაველი და თავკვერი გვაქვს ასეთი უწამლი ყურძენი არის, რომელიც აქეთ იშვიათად არის. ჯიშებია. ხო, ეძახიან რომ როგორ მოდისო, არ არისო, არა და ჩვეულებრივად ყოჩაღად არის და არც იწამლება ისეთი მაგარი ღვინო გამოდის სუფთაწვენი რა. რომელიც 2500 მეტრზე მაქვს გაშენებული ახლა. რამდენი ძირია სულ? ესე იგი მაქვს ახლა 270 ძირი ცოლიკაური, ჩხაველი მაქვს 75 და თავკვერიც 85. ოჯახის პირობებში ყოფნის და მომავალში სულ ცოტა ვენახმა მთლიანობაში უნდა გავიდეს 3 ტონა ნახევარს. თლიანობით მომავალში გეგმავთ მარანის გაკეთებას, რომელიც ადგილზე ვაწარმოებთ საოჯახო სასტუმრო გვაქვს, თანხმოვნები და მოთხოვნიდან გამომდინარე, ეტაპობრივად წავიწევთ წინ. 3 სხვადასხვა ჯიში გაქვთ ამ ეტაპზე ვაზის და 3-ვე თანაბრად უპრობლემოდ ხარობს. კი ბატონო, სხვათა შორის კლიმატურ პირობებს როგორ უძლებს? ძალიან კარგად, იმიტომ ეს ოდითქანვე ასეთი იყო, რომ აქ სოფელი იყო ცოლიკაური და იქიდან გათვლა ჰქონდნენ, რომ ადრე რომ კომუნისტების დროს იდგებოდა, ესე იგი თუთუნი და აწარმოებდნენ, ჩვენთან იყო ღვინო, ცოლიკაურის ღვინო მიდიოდა და მარაგდებოდა შუახევი. ანუ ესე იგი უძველეს ტრადიციასაც აგრძელებთ და ინარჩუნებთ და ასევე სოფლისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ახალგაზრდობას ვაძლევს სტიმულს, რომელიც მომავალში ეტაპობრივად განავითარებენ და დაუბრუნდებიან სოფელს. ერთი პრობლემა გვაქვს, რომ სოფელში საწყლის თემა გვიჭირს, რომელიც მუნიციპალიტეტმა უკვე პროგრამა გამოივიდა რა, მომავლიდან უკვე ჩაეშვება და წყლით უკვე მომარაგდება სოფელი.
ახლა ამ ეტაპზე წყალთან დაკავშირებული რაღაც გრაფიკით გაქვთ, შეზღუდულია თუ როგორ? მეზობლიდან გვყავს წყალი, რომელიც მოგცა, რომ ისარგებლეთ, მაგრამ მასაც დიდად არ აქვს, მაგრამ თლა ისე დარჩენას მოსავლის კაფუჭებასო ინაწილეთ მოსავალს. რა მაგარია. ეს არის კიდევ სოფლის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსება, რომ ყველა ერთმანეთს გვერდით უდგას და ყველას ერთმანეთისთვის გინდა თუ არ გინდა მაინც ცალია. ქალაქური ცხოვრება და ქალაქის ტემპი ამის შესაძლებლობას ხშირად არ გვაძლევს, რომ სხვებზეც ვიფიქროთ, სხვებსაც დაუთმოთ დრო და სოფელს აქვს ეს დიდი ძალა. ძალიან დიდი ძალა. რაჯობია შენს ნაკვეთში რომ გამოხედავ შენს ნაში რომ ნამოღვაწარს. თვითონ ეს ვაშლი, ეს ხეხილი ჩემი დამღნობილია, რომელიც თვითონ ისხავს. ვაუ. შეიძლება სოფელშიც ვაყრობ რაიონშიც. რაღაც ეს შეჯამება გავაკეთოთ, რჩევები გაუზიაროთ, ან რაიმე შეიძლება მოწოდება გაქვთ იმ ადამიანებისთვის, ვინც გვიყურებს. კი ბატონო, ერთი მას ვიტყვი რომ რა საქმეზეც მივallt ყოველთვის უნდა ვიყოთ გულით და შემართებით. თორე ვალის მოხდით რომ მივიდეთ, ითხანს ვერ გავძლეთ ფერმერობა, შეიძლება რაღაც დროით იყო, რაღაც მონაკვეთით, მაგრამ დიდ შედეგზე ვერ გევლ. მაქსიმალურად აგერ როგორც ახლა ჩემი სათბურიდან გამომდინარე მივიღე გამოცდილება ეს არის რომ მაქსიმალური ყურადღებით უნდა იყოს ნებისმიერ საქმეზე. ერთი იმას დავამატებ რომ თქვენ ვიდეო ხშირად ვუყურებთ და ძალიან მადლიერი ვარ და ბევრს რამეს წარვთ ახლა გადაღებებიდან გამომდინარე ძალიან კარგია და კარგი პროგრამაა და მადლობა თქვენ და მადლობა თქვენ რომ გვესტუმრეთ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველში და სულ წინსვლით წარმატებით და კარგი პროექტები. ძალიან დიდი მადლობა ზაზა. ახლა თქვენც ხართ ერთ-ერთი ის ადამიანი, ვინც სხვებს გაუზიარა თავისი ცოდნა, თავისი გამოცდილებები. როგორც მათ. დიდ მადლობას გიხდით. იმედი მაქვს რომ დაუბრუნდებით თქვენთან და გისურვებთ თქვენს ოჯახთან ერთად. ბევრი წარმატება გქონოდეთ თქვენს მეურნეობაში და ბევრი სტუმარი რაც მთავარია. ჩემსავით გაოცებული სტუმრები. ხარეთ, მადლობა უღმესი.